პასპორტებია ის ხარ და ეს ხარ პასპორტებია არ გინდა დოსა რატო აბარაგო ბაზონი მის ჩამორადო ფაქტი რას არის რამდენი ხანი გამჭირდება ვაჩის სისტემა ვაც პროგრესი მაგრამ ვაც ხარვეზები ასიკის გამჭირები ხელისუფლება რასაც მედავების ხო უმწევრობის სხვადასხვა პირველად როდესაც საერთოდ ეს მცნება გამოჩნდა იყო წინა ხელისუფლების დროს თუ ასეთები იყავით, რატო გადაგაგდეს ხელისუფლებიდან და რატო ვერ მოხვედით 6 წელია ყოველ წელს ვიდოთ რომ მოხვიდეთ. Agdela chirurgia. Muinoizna tak, a sochio. ეს რა იყო? რამეო. რაღაც მას ველოდი უფრო აბატონი, დაგილაგე. ალბათონებს იქნება გამოადგინა. Ზომა დაემსგავსა შოუს ქართული ოცნების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნებას შორის დაპირისპირების ფონზე ჯერ წინასწარმაზე ერთი ჩუქნის მეორეს რაღაც საგნებს დღეს ცოცხები მოიტანეს და რაღაც განაცვლად იმისა რომ იყო დაკავებული მოსახლეობაზე ორიენტირებული პრობლემებით ვართ ასეთ შოუებით დაკავებული და ასეთ შოუებში მონაწილეობის მიღებას მე არ ვაპირებ. განაცხადეს ერთი რამ რომ მათ კარგად ახსოვთ ისტორია და ქართულ ხალხს კარგად ახსოვთ ისტორია ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ან ჩვენ როგორ მე თვითონ პირადად რომ მათთვის შემეხსენებინა კიდევ ერთი ისტორიული მომენტი და მეჩუქებინა ცოცხი რასთან არის ასოცირებული ნაციონალური მოძრაობა იმ დროს შეიქმნა პირველი პროგრამები სოციალური სფეროს პირველად მაშინ წარმოიწია უმწევრ რასაც ქვია სიტყვას რომელსაც ჩვენ ხმარობთ მაშინ შემოვიდა პირველად ხმარებაში და მათ შეეყო პირველად სამეცნიერო კუთხით მათი დაფინანსება იყო სრული შემდეგ უმწევრებს მიემატა პედაგოგები, მათაც სრული დაფინანსებით ისარგებლეს. შემდეგ მიემატნენ პენსიონერები. დანარჩენ მოსახლეობას, ვინც მუშაობდა, ავალდებულება და კანონი მაშინ რო ყოფილიყო დაზღვეული. ჯანდაცვის კუთხით. ზუსტად აი სადაზღვო სისტემა ჩამოიშალა, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გვაქვს. კონკრეტულად ახალი პროგრამა ის გახლავთ პარისებრი ჩირკლის სკრინინგი გამოკვლევა, რომელიც ძალიან პრობლემურია, როგორც სტატისტიკური გამოკვლევა ცხადყოფს და მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ამ მიმართულებით. რაც შეეხება მთლიანობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, შემოსულობების ზრდის კვალობაზე მხარს დაუჭერს სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს და ჩვენ ვიხილავთ ცვლილებას კონკრეტული ამ მუხლების გაზრდის მიმართულებით. პროგრესი არის, მაგრამ